Ცისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება 3 მოსწავლის დაჭრით დასრულდა. ინციდენტი ნაძალადევში მოხდა. Როგორც თვითმხილველები ყვებიან ჩხუბში 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა. კლინიკაში მკურნალობას 1 დაჭრილი განაგრძობს, 2 კი უკვე გაწერეს. გაზრახმკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1 არასრულწლოვანი. ჭყონდიდელი სოცინომერი ეს არის ადგილი, სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით დაპირისპირებაში 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა. სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთში ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და 3 მოსწავლის დაჭრით დასრულდა. 3-ვე ნაძალადევის რაიონში ჭყონდიდელის ქუჩაზე ცხოვრობს. 2 მათგანი მეათე სკოლის მოსწავლეა. ჩხუბი რას უკავშირდებოდა და გარჩევა რის გამო დაიწყო? არ ვიცი. საავადმყოფოში ეხა თქვენი ოჯახის წევრი წერს? არა. თქვენი ოჯახის წევრი გამოწერეს და კარგად არის, ხო? და ეს ბავშვები ჩხუბი სად მოუვიდათ, ანუ რა ტერიტორიაზე? აქ ეზოში. ეზოში მოხდა, ხო? და რამდენი ადამიანი მონაწილეობდა? ვარც ვერ გეტყვით. თქვენს ოჯახის წევრს ცივი იარაღით ჰქონდა თუ ცეცხლსასროლი იარაღით ეს ჭრილობა მიტყვა? ცივი იარაღით. ანუ დანით დაჭრეს? კი. ეს ერთ-ერთი დაჭრილი მოზარდის დედაა. რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის შესახებ ოჯახს ღიად საუბარი არ სურს და ამბობს, რომ მისი შვილი მოზარდებს აშონებდა. რა დროსაც ერთ-ერთმა თანატოლმა მას ჭრილობა ცივი იარაღით ფეხის არეში მიაყენა. ერთს აღენიშნებოდა მარცხნივ დუნდულოს მიდამოში ნაკვეთი ჭრილობა. ინციდენტის დროს დაჭრილები ყოფილ პირველ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 3 დაჭრილიდან 2-ის მდგომარეობა სტაბილურია. მათ კლინიკა უკვე დატოვეს. ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს 1 მოზარდი, რომელიც დანით მუცლის არეშია დაჭრილი. მას რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მეორე პაციენტთან იყო მუცლის ღრუში ნაკვეთი ჭრილობა შემავალი. პაციენტი აყვანილი იქნა საოპერაციოში, ჩატარდა ოპერაცია, ლაპაროტომია, მუცლის ღრუს სანაცია, დრენირება, აღდგა წვრილნაწლავი, პაციენტს გაუგრძელდა მკურნალობა შემდგომ რეანიმაციულ დეპარტამენტში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მკურნალობას განაგრძობს ქირურგიულ განყოფილებაში. მომხდარ შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველი ხავს. ინციდენტი ჭყონდიდელის 20 ნომერთან მდებარე ლაბორატორიის შენობასთან მოხდა. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით მოზარდებს შორის დაპირისპირება დაახლოებით 20 წუთს გრძელდებოდა, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ჩვენი ეზოს ბავშვებმა და სხვა ვიღაცებმა იჩხუბენ. 3-ია დაჭრილი. ვინ იყვნენ არ ვიცი, კამერები არის და რე ბავშვები, ჩვენი ეზოს ბავშვები, ვინც არ იყო, პოლიცია მინისტერ დაიჭირა, კამერაში რომელიც ჩანდა, ისინი დაიჭირა. ბევრი ბავშვი იყო ჩხუბში, ბევრი მოზარდი მონაწილეობდა. კი, ბევრი. დაახლოებით? დაახლოებით ალბათ 1-20 ბავშვი. იმას, რომ ჩხუბში მეათე სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ადასტურებს დირექტორიც, თუმცა მისი განცხადებით შემთხვევა სკოლიდან მოშორებით იმ დროს მოხდა, როცა სასწავლო პროცესი დასრულებული იყო და ბავშვები სკოლაში არ იმყოფებოდნენ. ეს მოხდა ჭყონდიდელის ქუჩაზე, არასასწავლო დროს, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ხუთშაბათს ამასა და დაჭრილ ბავშვსა და ლუკას შორის ლუკას და შორის იყო პატარა კონფლიქტი, კერძოდ მან დას მიმართა არაკორექტულად და ამან გამოიწვია მისი ძმის უკმაყოფილება. მათ დათქვეს შეხვედრა, შეხვდნენ ერთმანეთს შაბათს, არასასწავლო დღეს და მოხდა ის, რაც მოხდა სამწუხაროდ. მომხდარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 არასრულწლოვანი დააკავა. მას ბრალად გაზრახმკვლელობის მცდელობა და ძალადობა ედება. არსებული ინფორმაციით არასრულწლოვანი დანაშაულს აღიარებს. ნივთმტკიცებად კი ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა. ნაძალადევში მომხდარის შემთხვევის გამო გამოკითხულია ინციდენტში მონაწილე არაერთი მოზარდი და მეზობლები. ძალოვანმა უწყებამ ასევე ამოიღო რამდენიმე სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერიც.